ეხლა კინოს ხალხისთვის ძალიან დიდი ხანია ეს პროტესტი დაიწყო, იმიტომ რომ უკვე 2 წელია ვართ ბოიკოტში და საერთოდ როგორც ხდება ხოლმე მთავრობამ ჩაგვინერგა თეატრალოკიანი იმისთვის, რომ კულტურის ხალხი და მუზეუმები, მწერლები და კინოს სექტორსაც მიადგა და რაღაც დიდი რეპრესიები დაიწყო და ეხლა მოვედით აქამდე რა, ეს საერთოდ ეს ხდება ხოლმე რა, პირველი რაღაცა უნდათ რომ ეს რაღაც გათიშონ ის ხალხი, ვინც ასე ვთქვათ, რაღაც პროტესტის თავი შეიძლება იყოს. პრინციპში ჩვენი ძალიან მენატრება მართლა რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და რაღაც არავის არ უნდა ამ ყინვაში ეხლა დგომა ქუჩაში და რაღაცა მართლა ვეღარ ვფიქრობ სხვაზე და სულ ვართ აი ამ მართლა ფეხებს მოვყავარ უკვე თავისით რუსთაველზე და ერთადერთი რაც მგონია რომ ჩვენ მხარეს რატომაც არის ძალიან დიდი სიმართლე რა მე პირადად ვიბრძვი ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც და ჩვენი სიმართლე ზუსტად მაგაშია, რომ ჩვენ ვიბრძვით მართლა უკეთესი რაღაცნაირი ღირსეული და სამართლიანი სახელმწიფოსთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ, რომ აქეთ არის რა ჩვენი ხედვა უფრო რომ რაღაცნაირად გავერთიანდეთ და არ არსებობდეს ორი მხარე რა, იმიტომ რომ მართლა არ არსებობს ორი მხარე რა, აი ძალიან სევდიანია რომ ის ადამიანები აი გუშინ წინაც ვინც მოიყვანეს დარწმუნებული ვარ რომ აი უმრავლესობა მათგანი არის ძალით მოიყვანეს აქ და რაღაცა აი ამ დაშინებას რასაც ახორციელებს უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენი ხელისუფლება და მანამდეც წინა ხელისუფლებაც აი ამ რაღაცა ჩაგვრას ადამიანების და არჩევნებისთვის გამოყენებას რა ერთხელ და სამუდამოდ მე მგონია რომ ეს პროცესი და ეხა ეს რაღაცა ჩვენი სოლიდარული აქტი რომ ერთად ვართ ამდენი დღეა რაღაცნაირად ამაშიც გადაითარგმნება და აი ამ რაღაცა საყოველთაო ჩაგვრას მოუღებს ბოლოს რა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქამდე მივიდეთ და ეხა ძალიან ბევრი რაღაცას აი ამ პროტესტის დროს მივხვდით რომ სინამდვილეში ბევრი ჯგუფები ერთმანეთს არ უყურებდით არ ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეხლა რაღაცნაირად ეგ პროცესი მიდის რომ დავინახეთ ერთმანეთი მათ შორის ის ხალხი ვისაც ჭირდებოდა ჩვენი მხარდაჭერა და არ ვიდექით მასთან ერთად და ალბათ ეს პროცესი გვასწავლის მაგას რომ საერთოდ ყოველთვის უნდა ვიყოთ ჩაგრული ადამიანების მხარეს და ნაკლები შანსია მერე რომ ხელისუფლებამ აი ის მოგვიწყოს რასაც ეხლა გვიწყდება